თავარი კითხვა მას შემდგომ რაც გავრცელდა ირაკლი კობახიძეს ეს ვიდეო არის ის რატომ შეიმჩნია ოცნებამ ეს პრობლემა ახლა გითხარით თქვენი ანალიზი რა ლოგიკა შეიძლება იდგას ამ გეგმის უკან თვითონ დროსთან დაკავშირებით ლოგიკა არ არსებობს აქ იმიტომ რომ ის რო ქვეყანაში მაღალი ინფლაცია საკმაოდ ხანია უკვე და ინფლაციური ფონი ყოველთვის იყო გამოწვევა და მათ შორის ცხოვრების დონის გაუარესება სახეზე გვაქვს ასე რომ და ის გამოწვევები რომელიც ასე ვთქვათ საშუალო სტატისტიკურ ოჯახს აქვს ასე რომ ეხლა რატო არის ეს თემატური ამას მე ვერ გეტყვით ვერანაირად შეიძლება იყოს ამ კორუფციის საქმეებთან ბმა რაღაც პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ხო რაღაც პოლიტიკურ კონიუნქტურასთან არის ყოველთვის დაკავშირებული დრო ყოველთვის მაგით არის ხოლმე განპირობებული ეხლა რატომღაც მოუნდა თქვათ ამ თემის ამოწევა და შეიძლება იყოს მართლა რაღაც გადაფარვის ან პირიქით რაღაც ფოკუსის გადატანის დარწმუნებული კვლევებში დიხანი ამოდის ის რომ ხალხი შეწუხებულია მაღალი ფასებით და ამაზე რაღაცა რეაგირება ნუ პოლიტიკოსებს ჩვევიათ ხოლმე ხო რაღაცა კვლევებში რაღაცა მოვიდა მოდით ჩვენც რაღაცა ვთქვათ ან ვქნათ ამასთან დაკავშირებით ვთქვათ და ვქნათ სხვა რაღაცა ეხა თქვენს რო იტყვიან მე რასიზმი კიდე საკითხავია შეიძლება თავისთავად სიტყვა დარჩეს და უკვე რაღაცა მოკლევადიანი ხეირი ნახო თავის მომხრებში რომლებიც იტყვიან აი როგორ ზრუნავს მთავრობა ჩვენზე შეიძლება ის ხო ბანალური საკითხი შეიძლება იყოს რაღაც სხვა ისევ სპეკულაციის სივრცეში შევდივართ შეიძლება ის რო თქვენ რაც ახსენეთ ხო რაღაც კორუფციასთან ბრძოლაც ეხლა უცებ გახდა ხო დიდი ხანია ყველა ნიშანი არსებობს ძალიან მაღალი დონის კორუფციის მთავრობაში და მერიაში მაგალითად ხო მაგრამ ხო აი ეს რატო გახდა მანდამაინც ახლა შეიძლება იყოს რაღაცა გადანაწილების მიზეზიც კი აქ ისევ და ისევ ხა მე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მაგრამ მაგალითად როცა კოლ-ცენტრებზე ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრებზე რომელიც საკმაოდ უნებელი კონცეფცია მაგრამ ცუდი კონოტაცია აქვს იმიტომ რომ გასაგები კოლ-ცენტრებში რას გულისხმობთ ხო ვიღაცა აფერისტების ხო სქემას რომლებიც ფაქტობრივად ხლიტავენ ვიღაცა გაუცნობიერებელ პენსიონერებს ბოლო იმასთან დანაზოგი ფულისგან და ფაქტია რომ ძალიან ფართოდ გავრცელებული სქემა ეს ქვეყანაში ფაქტია იმიტომ ამბობ რომ იმდენი ნიშანია ამის ხო უკვე და მე მგონი სულეთ საღიაზრის ფარგლებში ჩვენ დაშვება რომ მთავრობის ხელშეწყობის გარეშე ესე ფართოდ გავრცელებული სქემები ვერ იარსებებდა და ნუ ახლა დანარჩენი ახლა ჭორების დონეზე რაც ვიცით არის რომ სინამდვილეში არის რაღაც სხვა კლანების მიერ ამ ბიზნესის კონტროლირების და რეკეტირების თუ გრებავთ სხვა ცდელობები და სქემები და ამიტომ შეიძლება მაგასთან იყოს კავშირში ექსელური მარკეტინგის რეკეტზე შეგვიძლია საუბარი მინიმუმ დაანონსებაზე ის რომ სამართალდამცავი უწყებები ჩაერთვებიანო და უნდა შეიქმნას ეს კომისია ოცნების პარლამენტში ხო ეს ალბედითი განცხადება როცა გაჩნევინ ამბობს ხო როცა პრემიერი ამბობს იმ მთავრობისა რომელიც ინსტრუმენტალიზაციას აკეთებს ამდენი ხანია ეს სამართლმსაჯულების მალობა ხო ბუნებრივია რომ ეს ძალიან საშიშად ჟღერს მისი ბაგეებიდან და ამიტომ რა თქმა უნდა ხო შეიძლება ითქვას რომ ეს რაღაცა ჯერჯერობით რბილი ტერორის ნიშანს გაფრთხილებაა ფაქტურად ხო რომ და ამიტომ ნუ შეიძლება დავახასიათოთ ესე რომ ეს არის რაღაც თვალსაზრისით რეკეტს დავარქვათ ამას თუ რაღაცა მიწნეხვის თუ დაწნეხვის თუ რაღაც ეს ტიპ ფორმა არის დაანონსებული იმიტომ რომ სინამდვილეში გარდა პოპულისტური ქულებისა რომელიც შეიძლება აქედან მიიღონ და შეიძლება რაღაც მოკლევადიანი რაღაცა საჩვენებელი რაღაცაც გააკეთონ რაღაცა თქვათ რაღაც რომელიღაც მაღაზიას საჩვენონ თქვათ ფასები რამდენი იყო და მე ვთქვათ მივიდნენ და რაღაც პროკურორებთან ერთად და მე ცოტა ხანში აჩვენონ ფასები რომლებიც ჯადოსნურად ცოტა შემცირებული იქნება ხო შეიძლება ესეთი რაღაცა შეიძლება დადგან ხო როგორც სანახაობის ელემენტები მაგრამ
ფუნდამენტურად რა თქმა უნდა ფასების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ პრინციპში სამი რაღაცით ერთი არის რომ მონეტარული პოლიტიკით და იმის მაგალითად რაღაცა იმის ფულადი მასის მუდმივი ზრდა იყოს ქვეყანაში შეიძლება უფრო თავშეკავებული მონეტარული პოლიტიკის გატარება იმისთვის რომ ინფლაცია მეტნაკლებად კონტროლირებული იყოს ისევე როგორც სამთავრობო ხარჯების შემცირებით და მე ამასთან თამდევნი გადასახადების შემცირებით იმიტომ რომ ბოლო ეს გადასახადები საბოლოოდ ფასებში აისახება და საბოლოოდ ამის ფასი ხდის მოხარებელი სწორედ იმ სალაროსთან შესაბამისად რა ინფლაციური გავლენა რა თქმა უნდა მაგალითად დეფიციტურ ხარჯვასაც აქვს და გადასახადების დასაც აქვს ასე რომ მთავრობის პასუხისმგებლობა ესა ლეგიტიმური თვალსაზრისით ბიუჯეტის ბალანსის თვალსაზრისით ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა და მესამე ფაქტორი რომელიც ისიც შეიძლება მთავრობის პასუხისმგებლობად მივიჩნიოთ მაგრამ ცოტა განსხვავებული ის არის რომ ეს ასე ვთქვათ ლეგიტიმური არ არის ხო კორუფცია რომელიც თქვენს ახსენეთ ხო თქვენ შესავალში რომ უკვე ქართულ ოცნებას არ მალავს რომ თურმე ძირითადად თუ გვინდა რომ დავახასიათოთ ქართული ოცნების მთავრობა დღევანდლამდე ძირითადად ყოფილა დომინირებული რაღაცა მასიური კორუფციით ყველა პრემიერი თუ მინისტრი თუ სხვა უწყების უფროსი ყოფილა ჩაფლული ამ კორუფციაში და ეს კორუფცია თავისთავად განაპირობებს იმას რომ ყველა სამთავრობო შესყიდვა შესაბამისად იგი გაბერილი ფასით არის გაკეთებული ხო იმისთვის რომ მე ვინც არის კონტრაქტორი ამ სამთავრობო შესყიდვების მე უკან მოიტანოს რაღაც ნაწილი რაღაცა ლეგიტიმურად რაღაცა ქრთამის სახით ლეგიტიმურად არ ქვია მაგას მაგრამ რაღაცა ქრთამის სახით რაღაცა თქვათ პარტიული შეწირულობების სახით ხო ეს სქემაა ძირითადად წყობილი და და ეს ყველაფერი რეზულტატი ამის ყველაფრის შედეგი ამის ყველაფრის არის მათ შორის იმაზე უფრო მაღალი ფასები ვიდრე შეიძლება ყოფილიყო რომ ეს ყველაფერი არ არსებობს. აი თქვენ რა ფაქტორებით ჩამოთვალეთ არც ერთი არ დაუსახელებია ოცნების პრემიერს ის პასუხისმგებლობას აკისრებს ბიზნესის ნაწილში სად არის საკითხები რომელზეც შეგვიძლია გქონდეს ლეგიტიმური კრიტიკა. ნუ ჯერ ახლა ბიზნესი დაბალი ღობეა რაღაც თვალსაზრისით ხო იმიტომ რომ მოდი მაგასაც დავმალოთ რომ საკმაოდ პოპულარულია ხოლმე ბიზნესის კრიტიკა ხო ნუ რაღაცა გაქცევებული კაპიტალისტები რომლებიც საწყალი ხალხის ხარჯზე რაღაცა ზემოგებას როგორც ესეთი პოპულარული ეს არის ტერმინია აღწევენ და ეს არის და ამიტომ პრინციპში ესეთი პოპულარული სამიზნეა. ამიტომ აბა ახლა აბა ჩემშულს ხوار დავშიო ძველი ქართული ის იყო რაც მულტფილმი იყო მახსოვთ თუ გახსოვთ არ ვიცი აბა ხო თავის თავზე ხوار იყო და კობახიძე რომ ჩვენი სამთავრობო ხარჯების და ჩვენი არასწორი საგადასახადო პოლიტიკის და ჩვენი კორუფციის და ჩვენი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლობობის შედეგიაო ამას ხوار იყო და ახლა მაშინ შესაბამისად რაღაც სხვა განტევების ვაცი უნდა იპოვოთ და ეს განტევების ვაცი არის ამ შემთხვევაში საცალო ბიზნესი და იმპორტიორები როგორც ჩანს. მაინც შეგვიძლია ვთქვათ რომ რაღაც წაუგებელი პროპაგანდა წამოიწყო ოცნებამ, იმიტომ რომ შეიძლება ოცნების მოწინააღმდეგეებისთვისაც კი იყოს ეს ვთქვათ საკითხი, რომელშიც დაეთანხმოს ქართულ ოცნებას. კი არა, დარწმუნებული რომ ისე პოპულარული თვითონ ეს იდეა რომ დაბალი ფასები რო ურჩენია ხალხს მაღალ ფასებს ახლა ეს არის ესეთი ბანალური ჭეშმარიტება ხო? ამიტომ შეიძლება ბევრი ადამიანისთვის, ვისაც არ ესმის სინამდვილეში პირდაპირ კავშირი ამ ქმედებების ეკონომიკურ ჯანმრთელობასთან და საშუალო ძალადობაში ფასებთან, მათთვის შეიძლება ეს კარგად ჟღერდეს და მიაჩნიათ რომ ამის შედეგად მართლაც რაღაცა შვება ექნება მათ საოჯახო ბიუჯეტებს. ალბათ ეს არის ასე ვთქვათ, ამაზეც არის გათვლა ხო? ნუ გასაგებია რომ ყველა ესეთი ინიციატივა რაღაც პოლიტიკური სარჩული აქვს და ამ შემთხვევაშიც რაღაც მინიმუმ მოკლევადიანი პოლიტიკურ
იმას ხეირებს ელოდებიან აქედან იმ დროს, როდესაც სხვა ბევრი არაფერი არ აქვს საჩვენებელი, ხო? რა ვიცი, თავარი რაც არის ისგანაც ასხლეტმა უნდათ საზოგადოებრივ აზრის არის, რომ ამდენ ხანია პირდება მაგალითად თავის მომხრეებს ქართული ოცნება, რომ რაღაცა დალაგდება ამერიკასთან თუ ევროპასთან არც აპირებენ მოგდალაგებას, მაგრამ ხო რაღაცით ყვებავენ, ხო? იმას და ეს ვერ ხერხდება და ამიტომ და რეალობა გვაქვს ისე, რომ თვითონ მათი მომხრეებიც მე მგონი საკმაოდ შეწუხებულები არიან იმით, რომ ხედავენ უსამართლობის იმ ხარისხს და რაღაცა მორალურ ზეგანზე ყოფნა უჭირთ ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ რატომღაც პროპაგანდის შედეგად შექმნილი ჰქონდათ ეს წარმოდგენა, რომ ეს სამართლიანი სახელმწიფოა და მერე ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განსაკუთრებით რაც ხდება ის კადრები რაც დაიდო როგორ ურტყავენ წაქცეულ დემონსტრანტებს პოლიციელები და ასე შემდეგ რა და აშკარად გულანთებული პატრიოტები, ახალგაზრდა ადამიანები არიან ციხის ჩაყრილები პოლიტიკოსებს რო თავი დავანებოთ. ამ სიტუაციაში რაღაც მორალური იმიდან პიედესტალიდან დაკარგეს ეს უპირატესობა ადამიანის უფლებების კუთხით ეს კორუფციული საქმეები. ამიტომ რაღაცებს უნდა ამ აისხლიტონ, გადაფარონ, გადმოფარონ და ეს არის ფაქტობრივად პოლიტიკური კონიუნქტურის მე მგონი ნაწილი ჩემს მგონია. მინდა ასევე გკითხოთ მაყურებელს გავაცანით ასოციაციების განცხადებები. ისინი აკეთებენ აქცენტს DGG-ს საკითხთან დაკავშირებით. თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას? რამდენად ლეგიტიმურია კრიტიკა ამ ნაწილში? მაღალი DGG, ხო? ხო, ну DGG მეც მივაჩნია რომ მაღალია, ну რაღაცა ის აკადემიური მასში თუ შევალთ, დებატებში თუ შევალთ, ამაციანთ ვიღავი მომსწრეთ ეს დებატებს, ну ლაპარაკია რომ ჯერ DGG კი არა, ჯერ თქვა რაღაცა პირდაპირ გადასახადები უნდა იყოს შემცირებული და მე მხოლოდ რაღაცა მოხმარების გადასახადები და მართალია სწორია ხა სუფთა ეკონომიკურად მაგრამ გასაგებია რატომ არის რომ სასალო საქმეში დასაქმებულ ბიზნესებს და მაგალითად დისტრიბუტორებს DGG აღელვებთ და რეგულაციები რომელიც კონკრეტულად მაგ მიწოდების ჯაჭვთან არის დაკავშირებული ზოგადად ყველა გადასახადის ზრდის ტვირთს და საბოლოოდ აისახება ფასებში. ჩემთვის თავარია რომ ესეთ პერსპექტივა გქონდეს რომ შევხედოთ ხარჯებს სადა გვაქვს ნამდვილად გაზრდილი ხარჯები, ნაწილობრივ კორუფციის გამო, ნაწილობრივ პოპულიზმის გამო, ნაწილობრივ პოლიტიკური კორუფციის გამო, ხო, მაგალითად სოციალურად დაუცველების რესზე ბევრჯერ გქონია ხო ლაპარაკი, რომ სიახლეში ისეთ ინსტრუმენტალიზირებულია იმისთვის, რომ რაღაც მერე არჩევნებზე რაღაც გაუადვილდეს მართლ პარტიას შედეგის მიღწევა ხო ყველაფერი ეს სინამდვილეში გადადის ფასებში საბოლოოდ და საბოლოოდ ამის ყველაფრის ფასი იხდის მომხმარებელი და ქართული ოჯახები. აბა ნუ ბოლოს მინდა გკითხოთ რამდენად გაქვთ მოლოდინი რომ აი არგუმენტები ბიზნესს ექნება ამ პროცესში სურვილი რომ დააფიქსიროს რაც მთავარია ეს არგუმენტები და აჩვენოს გარკვეული ძალაც მათ შორის იმიტომ რომ ის განცხადებები რაც დღეს გავრცელდა მაინც არის აქცენტირებული იმაზე რომ მოდით დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ამ საკითხზე კრიტიკა ნამდვილად არ იკითხებოდა ამ პოზიციებში ხო ნუ ეხლა მაგაზეც ბევრჯერ ვილაპარაკე რომ ბიზნესგან რაღაც ხვალა მოღებულ კრიტიკას მთავრობის მიმართ არ უნდა ველოდეთ ბევრი მიზეზის გამო და შეიძლება რაღაც მორალური არგუმენტებიც არსებობდეს მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა დაგვაუწყოს რომ ამ ბიზნესებს ვალდებულება აქვს თავისი აქციონერების მიმართ და მუდმივად ფრთხილად იქნებიან ამ მიმართულებით მაგრამ ნუ რა ვიცი ხა მოაზროვნე ბიზნესმენებს მე მგონი კარგად უნდა ესმოდეთ რომ ფასების რეგულირება სწორი გზა არ არის და რაღაცა შეშინებით ფასები არ ეცემა და იმით ცივილკივილით და პროკურატურით ამ ფასების შემცირება არ ხდება ბევრი სხვა რაღაცა უნდა იყოს გაკეთებული იმისთვის რაც ჩამოთვალეთ უკვე აღარ გამიმეორებ ამიტომ
Რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ცოტა დაგეთანხმოთ რაღაც ცოტა წაუგებელი თამაშია მთავრობის მხრიდან ეს, იმიტომ რომ ნებისმიერი ასე ვთქვათ განხილვა, engagement-ი რო იტყვიან, მათ შორის ვთქვათ ბიზნეს წრეებთან შეიძლება კარგ სურათს ქმნის რაღაც თვალსაზრისით და მე იქ ხო ყველაფერი რაღაც ეს დრამატურგია ხო რაღაც თავისი ხო ეხა შიგნით რაზე იქნება ლაპარაკი კადრები როგორ შედიან ისინი კანცელარიაში მანამდე მე ვიღაცა გამოიყვან რაღაც სიტყვის ხო რაღაც ეგეთი და ამის ყველაფრის დამასაჟება შეიძლება ისე პროპაგანდისტული ბიზნესებისთვისაც რომ აღარ იქნება მაგრამ მე სულ თქვა შევიკრათ იმაზე რომ რაღაცა ბიზნესმენები მოაწყობენ რევოლუციას როგორი არ იქნება სწორი